ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. კეთილი და პატიოსანი. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ვიმყოფებით როგორც უკვე ხვდებით, რუსთავის ფილიალში, მაღაზია კალიფში, რომელიც გვთავაზობს რაღაცა სიახლეს, რომელიც ჯერმე არ მინახავს. ირაკლი, რა იარაღია ეს? ეს არის ახალი თაობის bolt action სისტემით აღჭურვილი Browning-ის ახალი მოდელი. მოდელს ქვია A-Bolt 3, Browning A-Bolt 3. ახალი შემოტანილი გვაქვს სიარაღი, განსხვავებულია თავისი მექანიზმით, ძალიან მსუბუქი კარაბინია. შეიძლება მესმახო ხელში როგორია? ნახე. ეს კარაბინები აღჭურვილი არის ღია სამიზნე მოწყობილობებით, როგორც ატყობ. დიახ, და საკმაოდ კომფორტულია. და გვაქვს რამდენიმე კალიბრში, ესენია ეს არის 300 ვინ მაგნუმი, 300 ვინ მაგი არის, 3006 და 308. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ 308 კალიბრს ღია სამიზნეები არ აქვს. მარტო დატოვებული აქვს პიკატინის დასამაგრებელი ადგილი, სადაც შეიძლება. აი ამაზე იძახი ალბათ, ხო? ხო, აი ამ წერტილებზე. ხო, 308 ვინჩესტერს და პლუს კიდე 308 ვინჩესტერი არის ფასით ცოტა იაფი. 300 თუ ღირს 3599 ლარი, 308 კალიბრზე ღირს 3000 ლარი. და არის ასევე 3006 ეს კალიბრი. იგივე ის არის ვიზუალით არის ზუსტად როგორც უყურებ. დიახ. კალიბრია უბრალოდ განსხვავებული რა. რატო ვიძახი რომ არის ახალი სისტემა მეთქი? განსხვავდება ჩაკეტვის სისტემა. როგორც მოვახსენეთ, მაყურებელს არის bolt action სისტემა. ასე გამოდის და როგორც შეხედეს 90 გრადუსზე იხსნება. ზევით აღარ არის ეს. აჰა. ეს იმის საშუალებას იძლევა, რომ თუნდაც დაბალი რელსით დავაყენოთ, შევძლებთ ოპტიკური სამიზნე დავხენთ აღარ შეგვიშლის რა. წყინვალი ოპტიკური სამიზნე დავაყენოთ. ეს არის საკეტი ნახე როგორ მასიური და დიდია. გამძლე უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული 3 საბრძოლო კბილით. შესრულების მანერა მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მაღალხარისხოვანი არის. მინდა აქვე დავამატო, ხარისხი ხა წავიდა საუბარი, ეს იარაღები მზადდება იაპონიაში. უი, რას ლაპარაკობ? კი ბატონო, იაპონური წარმოებისაა. მიუხედავად იმისა, რომ Browning-ია, მოგეხსენებათ, ფირმა Browning-ს აქვს იაპონიაში ქარხნები და ზუსტად იქ არის დამზადებული ეს კონკრეტული მსუბუქი კარაბინი. წონა რამდენი აქვს? 300. 300. გადასაღები. მოკლედ 300 არის წონა, გავაგზავნოთ ხო? დიახ. კალიბრი არის 300 ვინ მაგი, ჭირის ტევადობა არის 3+1. ხარისხზე რა სიტყვით თვითონ აი ხარისხი გეტყვით რომ პლასტიკის ზოგადად იაპონიაში ნაწარმოები იარაღი, ზოგადად Browning-ები და არა მარტო Browning-ები არ იყო ზოგადად ხოლმე მაღალი ხარისხის. ანუ მეტალის დამუშავების ხარისხი თვითონ მოგეხსენებათ, იაპონელები ძალიან ტრადიციული ხალხია და ამ ტრადიციებს ძალიან კაცრად და ძალიან ზედმიწევნით ზუსტად იცავენ და ზუსტად ეგ არის მიზეზი იმისა, რომ იქ ნაწარმოები ყველა იარაღი წუნის გარეშეა, ასე ვთქვათ, უმაღლეს ხარისხს აჩვენებს და მიუხედავად იმისა, რომ ეს კარაბინი ითვლება ბიუჯეტურ კარაბინად, იმიტომ რომ არ ცილდება 4000 ლარს მისი ფასი. ასეთი კარაბინები ზოგადად უფრო მაღალი ფასით გამოირჩევა ხოლმე, მithumetas ბრენდული ნაწარმი როცაა. ეს იარაღი ითვლება ბიუჯეტური იარაღად, გვაქვს რამდენიმე მოდიფიკაციაში და არის ერთ-ერთი საუკეთესო თავის კლასში. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. გვაქვს რამდენიმე მოდიფიკაციაში და არის ერთ-ერთი საუკეთესო თავის კლასში. დამზადების ხარისხით, კალიბრით, ლურის ამოხოცილობით, პლასტიკის გარნიტურით
სასხლეტის გზნობელობით, მჭიდის და ყველაფერთ გამორჩეულია და შემთხვევით რეგულირებადი ხო არაა სასხლეტი? სასხლეტი რეგულირებადი არა, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ქარხნულად ესე ყოფთათაა დარეგულირებული რომ არ ჭირდება მეტი არაფერი. ბევრი არაფერი არ ჭირდება ამას რა. რამდენად გზნობიარე არის საინტერესოა რამდენ კილოზე არის გამო. ექსასორი ვიშოვე მე და იმისა ხაი. ძალიან გზნობიარია. ერთსაფეხურიანია და ძალიან გზნობიარია და ძალიან სასიამოვნოა. ძალიან სასიამოვნო სასხლეტია კი ბატონო. გარდა ამისა აქვს ამიერახს ასე დამატებული რელაკი რომელიც სხვა ერაღებზე არ შეიმჩნევია ხოლმე. ფეხზე შეყნებული არაღი. როცა დგას მცველზე საკაც ვერ ახსნით. მაგრამ მოქვია ღილაკი, ჩააწვევით ამ ღილაკს და მე რო შესაძლებელია დაკეტილი იარაღი, მცველზე აყვანილი იარაღის საკეტი გამოიღოთ. ამოხსნათ. ანდოს ფეხზე მცველზე დგას იარაღი. თუ ამ ღილაკს დააწაკით, ისი ვერ ამოწევთ. რომელიმე იარაღს შეადარებდი? ბიუჯეტურებიდან ვერ შევადარებდი ვერაფერს, იმიტომ რომ ხარისხით გაცილებით მაღალი ხარისხია აი ეს უფრო რა. მე რასაც უყურებ და დამზადების ხარისხი თვითონ და ინოვაციური გადაწყვეტილებები, საკეტის მასიურობა, ჩაკეტვის სისტემა, სამ კბილზე იკეტება ეს საკეტი და არის ძალიან მასიური დიდი კბილები რა. კი, პრინციპში ვიხილეთ ეგ და აშკარად იგრძნობა. კბილებია ხო. რო ჩაკეტვის სისტემა საკმაოდ სანდო არის. რაც შეეხება იმ ამბავს, მე ხა ჩავალაგე ამაში ვაზნები და მივხვდი რომ ეტევა მხოლოდ და მხოლოდ 3 3+1 არის ესე იგი. თუ პარალელს გავავლებდით ბენელი ლუპოსთან, ბენელი ლუპოს 6 ჩამკეტი კბილი აქვს, ეს გვირგვინი ორ რიგიანი გვირგვინია, მაგრამ იმას უნდა მომცრო კბილები აქვს და ამით აკომპენსირებს, მაგრამ ამ შემთხვევაში აქვს 3 დიდი საბრძოლო კბილი ასე ვთქვათ. პიჩის სირბილე ძალიან მომწონა. ძალიან რბილი პიჩია კი. ძალიან კარგია. შესრულების ხარისხზე მართლა პრეტენზია არ არის, მეგობრებო, იმიტომ რომ ელემენტარულად ის შეკვრის ადგილებიც კი არის იდეალურად შესრულებული რა. ჩამოსხმის შეკვრის ადგილებს გულისხმობ. დიდი განიერი ტიპჟირი აქვს, ეს საშუალებას იძლევა რომ ყარზე ჩამონდების დროსაც მყარად იქნება იარაღი. არის იმის საშუალება რომ დავამაგროთ სოშკები მოგდება. სოშკები? კი, გქონდით, აი. დიახ. ასევე უკანაც შეიძლება რომ დაამაგრო? ეგ უნივერსალური ყულფია. მაგაზე შეიძლება როგორც ღვედის დამაგრება, ისე სოშკების დამაგრება. ხო, ну, რა შემიძლია ვთქვა, მეგობრებო. ვფიქრობ, რომ საკმაოდ მაღალხარისხიანი პროდუქტი არის და ნულის ტუჩზე აი ეს ხრახნია დატოვებული. ეს ახლა ახალი არ არის, ევროპული არა, კარაბინოს ხშირად დატოვებენ ხოლმე ამას, უბრალოდ საუნდ მოდერატორის ან მაყუჩის, ეგრეთ წოდებული მაყუჩის დასაყენებლად, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ არ დავყუდეთ სროლის დროს და ამ გვერდზე ყოფილი და დავყუდოთ. ну, მოგებულობა მაღალ დონეზეა. მჭიდი როგორ უჯდება? მჭიდიდან ამოვიღოთ ვაზნები როგორც უსაფრთხოება მოითხოვს მაინც. ამ ხელად ყიებია. და გახსნილი საკეტის გამორევაში ვაყენებთ და ვეცდება შე. გასაგებია. ბოქსა საერთოდ იქნება, წინ და ჩავაწვევი. გასაგები გახდა. კი ბატონო. ძალიან მარტივად ჯდება და მყარად ჯდება. საკეტი გამოდის აი ღილაკიდან. ამ ღილაკს დააწვევით და ხიან გამოდის საკეტი. და აი ეს ღილაკი, რომელსაც მცველს დაყენებული იარაღიდან შეგვიძლია საკეტი მოხსნათ ეს ღილაკია. დიახ. დამუხტული იარაღი რამე ინფორმაციას გვაძლევს, რამე წითელი ინდიკატორი. კი ბატონო, გვაქვს ინდიკატორიც. აი. დიახ. ასე დამუხტული იარაღი. წითელი ფიშკა როცა არ არის დამუხტული. გამოკარი. დაიმალება. გასაგები გახდა. ეს არის მცველი. ეს არის მცველის ღილაკი, უბრალოდ. კი ბატონო. ან ჩამოდის ეს ასე ტყვიადებში, მაშინ ჩამოდის ქვევით. გასაგები არის. კარგი ირაკლი. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ მოგვეცი საშუალება კიდევ ერთი ახალი იარაღი დავინახოთ საკუთარი თვალით. ჩვენ კი ვიხილეთ მეგობრებო, მაგრამ თქვენ თუ ჯერ არ გინახავთ, მოგზავნეთ მაღაზიაში და შეძლებთ ნახვას. ფალახი რუსთავი კოსტავოს 23 ნომერი. კოსტავოს 23 ნომერში გელოდებით მეგობრებო. ნახვამდის.